საღამომშვიდობისა და ესე იგი წავიკითხე კომენტარები ასევე ჩემს მეგობრებთა წრეში, მეგობრებთა წრეში, რომ გაუკვირდათ ხალხს, რომ ნია იმნაძე ესე იგი 13 წლით დააკავეს. და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის ძალიან ბევრი იმისთვის, რომ ადამიანმა წააქეზა მეორე ადამიანი მესამე ადამიანის მოსაკლავად. საკითხავი რა არის, იცით, მე მაინტერესებს, როდესაც გიგა ავალიანის დედა ყვიროდა, თუ განიცდიდით მის ტკივილს და თუ განიცდიდით იმ საკითხს, რომ შვილი მოუკლეს სრულიად უსამართლოდ, პირველ რიგში ის, რომ ძილი დასწამეს, მეორე რიგში ის, რომ სასტიკად მოუკლეს, მესამე რიგში ის, რომ ამის აღიარებაც კი არ უნდათ და კიდევ აქეთ უნდათ გიგა ავალიანის იმიერ სამყაროში ისე გასტუმრება, რომ თითქოს და გიგა ავალიანი არის პედოფილი და მას ბრალი აქვს ამ უნამუსო ქალის, ბავშვის, თუ არ ვიცი რა უთხრა, რა უწოდო, ამ ნიას და მსგავს ქალებს და მსგავს ბავშვებს მის ესე იგი გარყვნაში და მსგავს ქმედებაში. მე მაინტერესებს იმ ადამიანების, თუ იაზრებენ იმ საკითხს, თუ რამდენად უნამუსო საქციელი არის ის ამ გოგოს მიერ და ამ გოგოს ნაირების მიერ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცი, რა მოხდება და 80%-ითაც მაინც რო დაწმუნებული ხარ, რა მოხდება ამას, აუცილებლად მოყვება სულ ცოტა სიკვდილი და მაინც აკეთებავ საკითხს, უბრალოდ მე არ ვიცი რა, იმ ხალხს როგორ უტრიალდება პირი და ენა, ვინც ფიქრობს, რომ ამ გოგოს 13 წელი მიუსაჯეს და ეს ბევრია. ბიჭო და გოგო, უბრალოდ რა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ 13 წელი ამ უნამუსო საქციელისთვის ბევრია, მინდა გითხრათ, რომ არაერთი ბიჭი იზრდება ამ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება გახდეს მსგავსი საკითხის მსხვერპლი. და იმ ასეთი გოგოების ჭყვის სასწავლებლად, რომ მათ მსგავსი რამ არ გაიმეორონ, მართალი გინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით არის 13 წელი ძალიან ცოტა. ჩემი აზრით ეს მსგავს საქციელს სულ ერთია ვინ მოკლა, ის გიგა ავალიანი, მსგავსი საქციელი, სადაც ჩაითესლა ასეთი უსამართლობის განხორციელება, არის სულ ცოტა 50 წლის საკითხი. ჩემი აზრით მე ამ გოგოს მივცემდი 50 წელს მე რო ვიყო მოსამართლე, ან რო ვიყო კანონების დამაარსებელი პირი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, რომ მსგავსი რამე არ მოგივიდეთ თქვენც, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ნებისმიერი კაცი, ზრდასრული კაცი, რომელიც ოდნავ შეიძლება როგორ გითხრათ, ჯენტლმენურად მოიქცეს ქალს, ამ ქალმა თავისი შიზოფრენიული გამოფრენებით იფიქროს, რომ ეს კაცი მას epatxoდება, ან ეს კაცი მას ზედმეტად ყურადღებას აქცევს და მსგავსად მოგიგზავნონ მკვლელები. ანუ ხვდებით ხომ, რაშია საქმე, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით მამაკაცებისგან მიკვირს ეს საქციელი, რომლებიც ამ გოგოს იცოდებენ და ფიქრობენ, რომ 13 წელი რა ამბავია. ფრთხილად იყავით და მადლობა თქვით, რომ ასეთი მსგავსი დაქირავებული და მსგავსი საქმის ჩამდენები თქვენც არ მოგადგნენ და ციხეში იქნებიან კარგად 13 წლის მანძილზე ჭკუას ისწავლიან ალბათ რა. დედასპიცა ვარ, მაგარი სუდი საქციელი კი არა, ყველაზე უნამუსო საქციელი, რაც კი გოგომ შეიძლება გააკეთოს, საერთოდ ქალმა შეიძლება გააკეთოს, უდანაშაულო მამაკაც ცილი დასწამოს იმაში, თან მით უმეტეს ბოდიშიც კი არ მოიხადოს, ან ოდნავ
ნამუსის შეგრძნებაც არ ქონდეს, მას მერე რაც მან გიგა ავალიანის ოჯახს გაუკეთა და კიდევ აქეთ აბრალებდეს ხალხს რაღაც სხვა საშინელებს. არ ვიცი, ხა მე როგორ ავხსნა ეს საკითხი, არ ვიცი, მე მაგრად გამიკვირდა მამაკაცებისგან, რომლებმაც ეს გოგო შეიცოდეს რა, 13 წლისთვის შეიცოდეს. აზზე მოდით რა, მართლა აზრზე მოდით, რომ თავად არ გახდით მსგავსი საკითხების მსხვერპლი რა. და კიდევ შეგახსენებთ იმას, რომ გიგა ავალიანის დედას რომ ამხელა უსაზღრო ენერგია არ ჩაეღვარა ამ საკითხში, ვერავინ ვერ გაიგებდა და ყველას ეგონებოდა, რომ გიგა ავალიანი იყო პედოფილი. ყველას ეგონებოდა და შერჩებოდა ამ შეურაცხყოფას მივაყენებდი ახლა აი ამ გოგოს, რომელიც ზის რა და ვიტყოდი, რომ არა ადამიანის გაზრდილი რა. არა ადამიანის გაზრდილი, რომელიც გათამამებული, გატუტუცებული, გამაიმუნებული გოგოს საქციელია ეს, რომ ადამიანს პედოფილობაში ბრალს დებ. და კიდევ ერთხელ გახსენებთ რა, რომ მსგავსი თემები ალბათ ძალიან ბევრი ყოფილა, რომლისთვისაც ახლა ჯერ ეს გამოვიდა, ამას ფარდა აეხადა უბრალოდ. მადლობა გიგა ავალიანის უმაგრეს დედას, რომელმაც მართლა ფარდა ახადა ამ სისასტიკეს, რომელიც ამ ქვეყანაში ხდებოდა და თქვენ კიდე მსგავს ადამიანებს ამართლებთ? ან ამართლებთ თუ გეცოდებათ, ბიჭო, რა გეცოდებათ? რა გეცოდებათ? მაშინ თქვენც ეგეთები ხართ. თქვენც ამ გოგოსნაირები ხართ და იმიტომ გეცოდებათ. წავედი ახლა მე ძალიან გამიკვირდა რა.